გამარჯობა ჩემო კარგებო, აბა როგორ ახართ? თუმცა საქართველოში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, აბა როგორ ვიქნებით ხო? მეც ძალიან განვიცდი, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში უკვე 21 წელია აღარ ვცხოვრობ, ძალიან განვიცდი მიმდინარე მოვლენებს და ყოველ საღამოს, როგორც კი შემეძლება, ყოველთვის თვალს ვადევნებ აქტუალურ სიტუაციებს და ახალ ამბებს ყოველთვის ვუსმენ. დარწმუნებული ვარ, ხა წარმოდგენილი მაქვს, ვინც საქართველოში ცხოვრობთ, მოკლედ როგორ განიცდით ყველანი ამ ამბავს. მე ძალიან მინდა, რომ საქართველოს ჰქონდეს ნათელი მომავალი, საქართველოს ახალგაზრდობას და იგივე საქართველოში არ მოუწიოთ ცხოვრება, რომელშიც ეხლა ცხოვრობენ. მოკლედ პოლიტიკა საკმაოდ ბინძური თემაა და ზოგი იტყვის, რომ ეხლა ყველა პოლიტიკოსობს და ასე შემდეგ. კი, უნდა ვიპოლიტიკოსოთ, რადგან ეს თითოეული ქართველის ვალია, რომ დაიცვას საკუთარი ქვეყანა ისე, როგორც შეუძლია. მე კიდევ ვიმეორებ და ჩემმა მაყურებელმა იცის, რომ მე საქართველოში არ ვცხოვრობ უკვე დიდი ხანია და ვარ ემიგრანტი, მაგრამ მე ჩემი ქვეყნის მომავალი, ჩემი ქვეყნის აწმყო და ჩემი ქვეყნის ახლანდელი მდგომარეობა ისევე მიწყოს და მით უთქავს გულს, როგორც თქვენ. მე ფიზიკურად არა ვარ საქართველოში, მაგრამ ძალიან შემტკივა გული იმ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რაც საქართველოში ამჟამად ხდება. ჩემი აზრი და პოზიცია თუ გაინტერესებთ, მე ვარ, რა თქმა უნდა, ევროპული მომავლისათვის ძალიან მინდა, რომ საქართველოს ევროპასთან ინტეგრაცია მოახდინოს და ქართულ ახალგაზრდობას ევროპული მზიანი მომავალი ჰქონდეთ. აქ ახალგაზრდობა საკმაოდ უზრუნველყოფილია და ის მატერიალური პრობლემები, რაც საქართველოში ახალგაზრდობას აქვს სამწუხაროდ, ასეთი პრობლემები აქ არ არსებობს და სახელმწიფო ყველანაირად ცდილობს, რომ დაეხმაროს ახალგაზრდას სწავლის საქმეში, რომ მან თავისი მომავალი განავითაროს, თავისი ჰორიზონტი უფრო გაიღრმაოს და მოკლედ თავისი შესაძლებლობიდან გამომდინარე, ყველანაირად სახელმწიფო ახალგაზრდებს ხელს უწყობს და არის ათასნაირი დახმარებები, ვისაც მატერიალური საშუალება არ აქვს და ასე შემდეგ. მოკლედ მე საკმაოდ აპოლიტიკური ადამიანი ვარ და პოლიტიკასთან არაფერი არ მესაქმება, მაგრამ ძალიან გული შემტკივა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და პირველ რიგში მე ვუარყოფ ახალგაზრდობაზე ზეწოლას, აი ასე რომ ახალგაზრდებს მშვიდობიან, აქციის მონაწილეებს ასე უსწორდებიან, მოკლედ ეს გაუმართლებელია და ამას ვერავინ ვერ შეურიგდება. პირველ რიგში ვუსურვებ, რომ საქართველოს ეს ყველაფერი მშვიდობით ჩამთავრებული იყოს და ჩვენ ახალგაზრდობას ვუსურვებ ნათელ ევროპულ მომავალს და რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სურვილი მაქვს იმისა, რომ საქართველოს ევროპაში გაერთიანება მოხდეს, იმედია ეს მალე მოხდება, რა თქმა უნდა, ამას გარკვეული ნაბიჯები სჭირდება და ჩვენი ქვეყანა გარკვეულ პუნქტებს უნდა აკმაყოფილებდეს, მაგრამ თუ კი ეს მოხდება, ძალიან გამიხარდება და მე უბრალოდ ძალიან ბევრ პოსტებს ვაწყდები Facebook-ზე და მიკვირს იმ ხალხის, რომელთა შვილებიც ჩემთან ერთად სადღაც 20-21 წლის უკან გერმანიაში ჩამოვიდნენ და სწორედ ისეთივე ემიგრანტები არიან, როგორიც მე. გერმანია ინახავს მათ შვილებს და ისინი კიდევ გამოდიან Facebook-ზე და წერენ პოსტებს, რომ მათ არ უნდათ ევროპული მომავალი და ევროპამ გარყვნა ჩვენი საქართველო. მე ამას ასე არ ვფიქრობ, რა თქმა უნდა, ევროპისაკენა ვართ. ევროპაში თუ კი შევა საქართველო ევროპის კავშირში, ყველანაირად მას გზა ხსნილი ექნება და ბევრად აყვავდება და აღორძინდება საქართველო, ვიდრე ახლა არის და რა თქმა უნდა, ვგმობ ყველანაირ ძალადობას თავისუფალ ადამიანებზე და რა თქმა უნდა, ვგმობ რუსულ რეჟიმს და ყველა ამ
ძალადობას, რომელსაც ეხლანდელი აქციის მონაწილეები განიცდიან საქართველოში და ეს სამარცხვინო მდგომარეობა ვფიქრობ, რაც ახლა საქართველოში ხდება. გაუმარჯოს ჩვენს სამშობლოს, მაინც მომიხდა ცოტა გადახვევა, შეგნებულად თავს ვიკავებდი ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ორიოდე სიტყვა რო არ ვთქვა, უბრალოდ არ გამოდის და მე სწორედ ისევე შემტკივა გული, როგორც ნებისმიერ ქართველს საქართველოში. მართალია, მე ფიზიკურად საქართველოში არა ვარ და აქციაში მონაწილეობას ვერ მივიღებ და ვერ ვღებულობ, მაგრამ მე ყოველდღიურად დღის განმავლობაში რამოდენიმეჯერ და საღამო ხანებში, ძირითადად, როდესაც ბავშვი იწინებს, მე აქტუალურად ვადევნებ თვალყურს საქართველოში მიმდინარე პროცესებს. ჩემი პოზიცია მინდოდა უბრალოდ რომ გწოდნოდათ და დამეფიქსირებინა და სირცხვილი იმ ხალხს, რომელთა შვილები 20 წელია ევროპაში ცხოვრობენ, რომელთა შვილებმაც აქ პროფესიები შეიძინეს და გერმანია და ევროპა არჩენს და თვითონაც ევროპაში ნამყოფები არიან და იქ მუშაობდნენ და იქ ირჩენდნენ თავს და ეხლა აი ასე რადიკალურად გამოდიან და მოკლედ თავიანთ აზრს გამოხატავენ, რომ არ უნდათ ევროპა და საქართველო დამოუკიდებელი უნდა იყოს და საქართველო ამას მხოლოდ მარტო შესძლებს. ეს არის ჩემთვის ძალიან სასაცილო, რომ საქართველო ამ ყველაფერს მარტო მიაღწევს, არა ხალხო, ვერ მიაღწევს. ძალიან მეეჭვება რომ მიაღწიოს და რა თქმა უნდა, ძირს რუსული რეჟიმი, ძირს ქართული ოცნება და მინდა რომ ჩვენს ახალგაზრდებს, რომლებიც საკუთარ პოზიციას თითოეული ახალგაზრდა სწორედ ამ გამოსვლებში აფიქსირებს და ძალიან კარგადაც მსჯელობენ. ეხლანდელი ახალგაზრდობა და საკმაოდ უფრო ძალიან კარგი ნათელი აზროვნების ახალგაზრდები არიან და ძალიან მკაფიოდ აფიქსირებენ თავიანთ პოზიციას, რომ მათ უნდათ ევროპული მომავალი და საქართველოს ინტეგრაცია ევროპასთან. მეც ამას რა თქმა უნდა ვუჭერ მხარს და უბრალოდ მინდოდა რომ ჩემი პოზიცია დამეფიქსირებინა. კარგით, ეხლა როგორც შეგვიძლით, მოკლედ დღეს 2 დეკემბერია და მინდა რომ კალენდარი გავხსნა და ვნახოთ თუ რა დევს შემდეგ ფანჯარაში. ანუ დღევანდელი 2 დეკემბრის ფანჯარაში. ასე გამოიყურება ეს ჩემი კალენდარი, ისევ გაჩვენებთ და უნდა ვიპოვო ეხლა 2 დეკემბრის ფანჯარა. აქ არის 2 დეკემბრის ფანჯარა, აი აქ, იმედია ხედავთ, აი აქ. მოდით ახლა ვნახოთ, ძნელი გასახსნელია. როგორი ხება. აი გავხსენით ჩემო კარგებო. აი ეს ფანჯარა და გამოვიღოთ. ეს არის 2 დეკემბრის ფანჯარა და როგორი ძნელად გამოსაღები რაღაცებია. აი, გამოვიღე. ეს არის NYX-ის ტუჩის ლიპგლოსია. პირველი აქ იყო, მეორე აქ იყო. უნდა დაველოდოთ 3 დეკემბერს. ძალიან ლამაზი ფერია, არის ხორცის ფერი, ნახეთ. ძალიან მომწონს და აქვს ჭყვიალები შერეული. რა კაი სუნია აქვს, ნახეთ. მე მანდა მაინც ლიპგლოსების ადამიანი არა ვარ, მაგრამ აი ესეთია. რადგან ძალიან მალე იშლება ტუჩებზე, მაგრამ აი ესეთი ფერია. ხორცის ფერია, რომელიც მე ძალიან მომწონს, ძალიან მიხარია. და მაინტერესებს რა იქნება მესამე ფანჯარაში, რომელსაც ხვალ 3 დეკემბერს გავხსნი. აბა დროებით. ყველანი ძალიან მიყვარხართ. სოლიდარობა საქართველოს, სოლიდარობა ყველა აქციაზე დაკავებულ თუ დაშავებულ ადამიანს, დიდი გულშემატკივრობა საქართველოს, ჩემს სამშობლოს, ევროპიდან თქვენს გვერდით მიგულეთ და ფიქრებში ყოველთვის მე თქვენთანა ვარ და მოკლედ
ყველანი ძალიან მიყვარხართ, ჩემი საქართველო ძალიან მიყვარს. თქვენი მაკა სირბილაძე დროებით. მომდევნო ვიდეომდე. იმედია მალე შევხვდებით.